გამარჯობათ, არც ერთ შემთხვევაში არ ასკროლოთ და არ გათიშოთ ვიდეო. მე მაქვს თქვენთვის ძალიან საინტერესო ჩანაწერი. ამ ჩანაწერს ქვია მასონის წერილი და ამ მასონის წერილს კითხულობს მამა თეოდორ გიგნაძე. ძალიან საინტერესოა, რადიკალურად შეგეცვლებათ შეხედულებები ბევრ რაღაცაზე, ძალიან ბევრ რამეზე, მინიმუმ დაგაფიქრებთ ძალიან ბევრ რამეზე და მე პირადად მამა თეოდორეს შეხედულებას ამ წერილთან დაკავშირებით, ჩანაწერთან დაკავშირებით ვიზიარებ სრულად 100%-ით. ძალიან საინტერესოა, მოკლედ, სულ რაღაც 24 წუთია და უბრალოდ არ დაიზაროთ ეს 24 წუთი ღირს ამათ. ვისაც მოსმენილი გაქვთ, კიდევ ერთხელ მოусმინეთ, იმიტომ რომ მეც ბევრჯერ მაქვს მოსმენილი და კიდევ მოусმენ. და უბრალოდ დამეხმარებით თუ გამოიწერთ ჩემს არხს, გადააზიარებთ, რადგან ქრისტეს სიტყვა ყველგან უნდა იქადაგებოდეს. აბსოლუტურად ყველგან. მადლობა, მოусმინოთ მამა თეოდოროს, ქრისტე შეგვეციოს. მინდა წაგიკითხოთ. ეს არის 91 წელს რუსულ პერიოდიკაში გამოსული ერთ-ერთი, მასონის, თქვათ შეიძლება ასე ითქვას, წერილი, რომელიც უკვე აღარ მალავს და უკვე ასაკოვანი ადამიანია, მალე უნდა გარდაიცვალოს და ჯერ კიდევ სიცოცხლეში სურსო გული მოიეხოს და სიხარულით გაგლანძღოს კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესოა ეს წერილი. შეიძლება ზოგმა მიიღოს, ზოგმა არ მიიღოს, მაგრამ ჩემთვის ეს მისაღებია, ეს ნამდვილია, იმიტომ რომ მარტო ეს რომ იყოს, ვიფიქრებდი ეს რა ფალსიფიკაცია არის მეთქი, მაგრამ ამისთან არა უამრავი. და მე ვსწრები ნელად წაგიკითხოთ ხოლმე, როცა თქვა ამის საშუალება მექნება იმისათვის, რომ თქვენ გამოფხიზდეთ და გაიგოთ, რომ თქვენი მტერი ზოგს ეშმაკი რო არ უნახავს, მაინდა-მაინც არ ეშინია. ისე თუ კარგად ილოცებ და კაი ღვაწლი გექნებათ, იმასაც იხილავთ. ამის პირობას გაძლევთ. თქვენ იმიტომ არ გინახავთ ეშმაკი, რომ მაინდა-მაინც ვერ იღწვით და ეშმაკი არ ძვინვარდება თქვენზე. ეშმაკი მაშინ ენახება ხოლმე ადამიანს, როცა აქედან მოგივლის, იქიდან ყველანაირ მიმართულებით ვერ გაგტეხავს, ვერ დაგამარცხებს და მაშინ ხანდახან ვერ უძლებს ხოლმე, სულ წასულია და თავის ნამდვილი სახით გეცხადება, რომ დაგაფრთხოს და შეგაშინოს. აი მაშინაც ვლინდება, შენი სარწმუნოება შეგეშინდება თუ არა. საკმარისია მტკიცედ დაუდგე და ჯვრით და იესოს სახელით შეებრძოლო, რომ მის უძლიერობასაც იმ წელსო დაედახა. ასე რომ თუ ეს არ გინახავთ და უმრავლესობას არ უნახავს, იმის გამო კიდევ ვიმეორებ, მას ღვაწლი არ აქვს. ისე ხარი-ხარალაზე ცხოვრობს ქრისტიანულად, ხილული მტრებიც არსებობდა. ხო და აი ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი ხილული მტრის წერილი ჩვენთვის. ამ შემთხვევაში ის რუსეთისთვის, მაგრამ ის რაც ხდება იქ, ხდება არა მარტო იქ, არამედ აქაც და მთელ მსოფლიოში. ცოტა ვრცელია და ბოდის მოგიხდით, მაგრამ უცებ წავიკითხავ. თვითონ გვარი ამისი არის ევგენი კაზიმირიძე გორდეევი. 91 წლის 7 იანვარს, ნახე შობას მიულოცა. თან გაითვალისწინეთ, ეს არის 91 წელს, ეს პერიოდია, როცა რუსეთში საბჭოთა კავშირი ჯერ კიდე იყო და აღარც იყო. ესე იგი, რადგან ეს პერიოდია, გარდამავალი პერიოდია, ამიტომ ძალიან ბევრი ნაწინასწარმეტყველები იქნება, რომელიც დღეს უკვე ასრულებულია და ასრულების პროცესშია და ამიტომაც იგრძნობა, რომ ეს მართლაც ნამდვილია. ბრუნდება ჩვენი დრო, თუმცა იგი არც არასოდეს წასულა, იგი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი, ისე როგორც სიკეთე და ბოროტება იყო ყოველთვის დედამიწაზე. ჩვენ იმიტომაც მოვჩანვართ დიდი, რომ თარგმანი ცოტა მაინდა-მაინც კარგი არ არის, რომ სიკეთეზე უფრო ძლიერი და აგრესიული ვართ, ჩვენი დამარცხება შეუძლებელია. გახსოვთ მე რო გეუბნებით, ბოროტება არ არის სტატიური, იგი აგრესიულია, იგი დინამიურია. და მისი დამარცხება მართლაც შეუძლებელია თუ არა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენ კვლავაც შევიცვლით ფორმას და გარს, შევიცვლით აბრებს და ფერებს, შევეგვიებით ნებისმიერ პიროვნებას, მაგრამ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანია გამარჯვება, თქვენი ხვედრი საუკუნო მონობა. აი ეს მასონური მსოფლმხედველობა ესეთია, რომ მთელი მსოფლიოს დამონებას ამაზე ეცილებათ ხოლმე. განსაკუთრებით, როცა განათლებას მიიღებენ ხოლმე თქვა საზღვარგარეთ და იმ ყოფითი თვალსაზრისით ბედნიერ ცხოვრებას ეზიარებიან და მუდმივ გაღიმებულ სახეებს უყურებენ, მე რა ხო ჩამოდიან ამ ჩვენს მიერ გაბინძურებულ ქალაქს და დუხჭირ ცხოვრებას რო უყურებენ, ფაქტობრივად ეს დუხჭირი ცხოვრება სწორედ აი მათი დაწოლის ბრალია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება უმდიდრეს საქართველოში სოფლის მეურნეობა და ელემენტარული მრეწველობა 15 წლის განმავლობაში თუნდაც პატარა ნაბიჯი არ გადადგმულიყო. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს არის შეგნებული პოლიტიკა, რომ ეს ჩამკვდარი იყოს. ერთ-ერთი მათი მოწოდება ესეთია, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ უნდა დავიმოვნოთ, არ უნდა დაუშვათ მრეწველობის განვითარება. იქ მხოლოდ სპეკულაციური ვაჭრობა უნდა არსებობდეს. აბატონო, ეს არის ჩვენი ქვეყანა. გახსოვთ თქვენ, ჯერ კიდევ შევარნაძის ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ პარლამენტმა რაღაც მოინდომა, რომ ხეთყეო აღარ გავიტანოთო და ფერადლითონებიო სავალუტო ფონდმა და
სოფლიო ბანკმა რა ამბავი ატეხეს, რომ არავითარ შემთხვევაში უნდა გაიტანოთ. რატომ უნდა გაიტანოთ? იმიტომ რომ სპეკულაციული ვაჭრობა და ერის გამოფიტვა მიმდინარეობდეს და არა ის რომ თქვა ეს ყველაფერი აქ დაატრგალდეს და მრეწველობა განვითარდეს. აი ეს მონობა, რომელიც სურთ მთელი საზოგადოების დამონებას სამყაროსი, თორედ ამაზე საუბრობს. ჩვენ მოვახერხეთ და ჩაგინერგეთ მონობის გენი. ჩვენ მოგცემთ კიდევ 1000 რევოლუციას და პერესტროიკას. თქვენ მუდმივად იბრძოლებთ სამართლიანობისათვის, მაგრამ ვერასოდეს მიიღებთ მას. პარალელები შეგიძლიათ გავავლოთ. ღია ტექსტით, იმიტომ კი არ გესაუბრებით, რომ თავხედი ვარ, არამედ იმიტომ რომ აღარ მეშინია. ჩვენ ნებას ასრულებენ და ჩვენს დაკრულზე ცეკვავენ პრეზიდენტები. ეს სხვათა შორის ადრე ხშირად გვითქვავს, მე ყოველთვის საუბრობ ხშირად გვითქვავს, რომ ადრე ბევრს მეცადინებდა, რომ მასონურ ლოჟებში გაეწევრიანებინათ ადამიანები. დღეს ამას ალბათ აღარცელობთ, საჭირო აღარ არის. დღეს ადამიანი, რომელიც გაიზრდება სკოლაში, სადაც მღვდელს აღარ უშვებენ. დღეს ადამიანი, რომელიც იქნება ციხეში, სადაც არანაირი კავშირი სულიერებასთან არ ექნება. იქნება ესეთი ჯარისკაცი, სადაც მღვდელს გამოდევნიან და უყურებს ისეთ ტელევიზიას, სადაც გარყვნილება იქადაგება. ხოლო ესეთ ადამიანს აღარ ჭირდება, რომ მასონურ ლოჟაში გააწევრიანო. ის უკვე ისედაც იმათია. ესეც გავითვალისწინოთ. ისინი ასრულებენ ჩვენ ბრძანებებს, აკეთებენ იმას, რასაც მოვისურვებთ. მიგვიფურთხებია იმისთვის, თუ რამდენი რადიკალი დეპუტატი იქნება, თუნდაც მილიონი იყოს. სათავეში ყოველთვის ჩვენ ვიქნებით. თქვენ შეგიძლიათ წაგვართვათ აგარაკები, პრივილეგიები, მანქანები, მაგრამ ძალაუფლებას ვერასოდეს წაგვართმევთ, ვერასოდეს. ხათაშორის ჯერ კიდევ რევოლუციამდე წერდნენ ესენი, რომ ჩვენ შევქმნით სალაყბოებს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და ილაყბოს რამდენიც უნდა. დასაკითხს არ უნდა დასვას, წამოჭრას, საჭირბორტო. არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ისინი ილაყბებენ, ჩვენსაც გავაკეთებთ. ჩვენ არ გვაინტერესებს ხალხის აზრი, იგი ჩვენთვის ფუჭი ხმაურია, რადგან აზრს ჩვენ თვითონ ვქმნით. ისეთ რა ადვილად ქმნიან აზრს, ძალიან ადვილად ქმნიან აზრს. ეხლა თუ ელემენტარულად პოლიტიკას ჩახედულები ხართ, ძალიან კარგად მიხვდებით ამას. თუნდაც 100 რეფერენდუმი ჩატარდეს, თავარია ხალხმა ჩვენი ნება აღასრულოს. თქვენ ყოველ შეტევას მძლავრ და სასტიკ პასუხს გავცემთ. ჩვენთვის ერთი უკაცრავად ესე სიტყვები როა, მაგრამ ჩვენთვის ერთი გადაფურთხებაა გავანადგუროთ სურსათი, ქარხნები, ეკოლოგია, ხელოვნება, საჯაროობა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ერთი გადაფურთხებაა მოგიტანოთ თქვენ შიმშილი, საბოტაჟი, სიღატაკე, ნგრევა, დაავადებები. ჩვენთვის იოლია მიგიყვანოთ სასოწარკვეთილებამდე, თავი მოგაკვლენოთ, მაშინ იგზნობთ ჩვენს ძალას. ასეა ჩაფიქრებული, ასეა დაგეგმილი. ჩვენი საბოლოო დამარცხების მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, მაგრამ თქვენ ვერასოდეს ვერ მოახერხებთ იმის გამოყენებას, ვინაიდან ამ საშუალების გამოყენება მხოლოდ ბოროტ გენიას შეუძლია. სიკეთეს არ ძალუც ამის გაკეთება. ესე იგი, სრულად დაგხსნით და რაღაცა გვთავაზობს, იმით შესაძლებელია, მაგრამ ის თქვენ არ იცით და ამაზე ჩუმდება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას, ეროვნულობას, სამშობლოს სიყვარულს მართლა შეუძლია დაუდგეს აი ამ ბოროტებას, რომელიც ჩვენთვის 200 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნის დროს. ნუ ფიქრობთ, რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო, ნუ რას უკაცრავად. სწორედ აი ეს ძალები იყვნენ სწორედ, რომლებიც მე კიდე ლენინის და მანამდე გადატრიალების დროს კიდე უფრო გამტკიცდნენ და შემდეგ საბოლოოდ გამტკიცდნენ, უფრო სწორედ იქ და ჩვენც აი ესე დაგვიმონეს. ასე რომ ეს ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ შედივრად მოვახერხეთ გარდაქმნით საჯაროობით და დემოკრატიით თქვენი გათამაშება. ხალხი ამას მოითხოვს, ინებეთ, მაგრამ მხოლოდ იმდეს მოგცემთ, რამდენი ჩვენ გვინდა, რაოდენ სასაცილო და გულუბრყვილოა თქვენი რწმენა, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია. ჩვენი არაღია ვილაპარაკოთ თითქოს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი. ამაში თქვენ ყრილობებზე დარწმუნდით, ჩვენ ჩაგახჩობთ ლაყბობაში. ისეთი ხელისუფლება უნდა დავაყენოთო, ესეთ ქვეყნებში, რომელიც ჩვენ უნდა დავიმონოთო, იქ წერია რევოლუციამდე გამოსულ წიგნში, რომელიც ყველაფერს დაპირდება ხალხს, მაგრამ არაფერს შეასრულებს. ესეც იგივეს იმეორებს. არ განხორციელდა არც ერთი თქვენი პროგრესული იდეა. ჩვენ განვახორციელებთ მხოლოდ ის, რაც გსურდა. მაგრამ მოგაჩვენეთ ისე, რომ ეს იდეები თითქოს თქვენგან მოდიოდა, ამიტომ გეგონათ, რომ თქვენმა იდეებმა გაიმარჯვა. ჩვენს ძლიერი იარაღი გვაქვს, დიდი მძლავრი ტყუილი. გარდა ამისა, მოთმინება, შეგუების უნარი, სწრაფი რეაქცია და რაც თავარია, ქმედით უნარიანობა. ყოველივე ის, რაც არასდროს გააჩნდათ სამართლიანობისათვის ნებრძოლთ. აი ეს სიმართლეა. ჩვენ რატომ? მართლაც ესეა. ჩვენ უნარორი ვჩანვათ, ისინი კიდე ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ თუ შენ სამართლიანობისათვის იბრძვი, სულ ცოტა დავით აღმაშენებლის ნაირი რწმენა უნდა გქონდეს, რომ გაიმარჯვო, იმიტომ რომ სიმართლე ჭუჭყანი ხელებით არ კეთდება. სიმართლე ყოველთვის სუფთა ხელებით კეთდება. იმიტომ რომ ეროვნულობაზე თავსდება. სიმართლის საქმის კეთება უნდა და ეკლესიას კიდე, ესე იგი, უკეთეს შემთხვევაში ზურგს აქცევენ და არ უყურებენ. აქედან გამომდინარე, არ გამოვა ეს და სწორ ეს ამბობს ეს პერი ჩვენი.
სიმართლეს ამბობ, ჩვენ უუნაროდი ვართ, იმიტომ რომ არა ვართ ეკლესიაში. ჩვენ სახელმწიფოს იგივე ხელისუფლება ავიღოთ. უნდა რომ თქვა, თუ გულწრფელად უნდა, რომ რაღაც სიკეთე გააკეთოს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ეკლესია ვეუბნებით, რომ იყავით ეკლესიასთან. ესია ადამიანური სიტყვით რომ თქვა, გააძლიერეთ ეკლესია, ანუ მიეცით მას საშუალება ღვაწლისა ერში. ერი გაძლიერდება, სახელმწიფო გაძლიერდება და ისინიც გაძლიერდებიან ხელისუფალიც. მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ ისინი ფიქრობენ, რომ თვითონ გააკეთებენ. შეუძლებელია აი ამ ბოროტებას ებრძოლოს სხვანაირად. ჩვენ შეგვიძლია ასეთი მებრძოლების წარმოჩინება ხალხის სახელით, თანაც ისე რომ ყოველთვის ჭდილში დავრჩეთ. ამის ცოცხალი მაგალითი ახლა ის რუსულ იმაზე საუბრობს სინამდვილეზე. ამის ცოცხალი მაგალითის აკადემიკოს სახაროვია. იგი ჩვენი სცენარით მოკალით თქვენ, ჩვენ კვლავაც ვაყენებთ თქვენს ლიდერებს ზიანს, მორიგ სხვებსაც მალე დაინახავთ, მაგრამ ამ სხვერპლის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, ეს უშუალოდ რუსეთს ეხება. მონებს არ შესწევთ ქმედების უნარი. თქვენ მხოლოდ ჩვენი ნების მორჩილი შემსრულებელი ხართ. ყოველი თქვენი ძალისხმევა უკეთესობისაკენ, ტანჯვის, იმედ გაცრუებისა და სასწარკვეთილების გარდა არაფერს მოგიტანთ. მართლაც არ შესწევთ მოქმედების უნარი. იგივე რუსეთის მაგალითი ავიღოთ. მართლმადიდებლობაზე თავსდებენ, დემოკრატიაზე თავსდებენ, რუსეთის გადაჭინაზე თავსდებენ და ეს არის ისეთი კომედია, რომ ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ მოიფიქრებს კაცი. არ მოგიწოდეთ დაყაროთ იარაღი და აღარ იბრძოლოთ. იმოქმედეთ, იბრძოლეთ, გაიმარჯვეთ, დათვერით გამარჯვებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ თავის მოტყუება გამოგივათ, ჩვენ გვჭირდება თქვენი წინააღმდეგობა, თქვენი ბრძოლა, რადგან ჩვენი ცოდნა, გონება, გამოცდილება ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში. ხედავთ, ჩვენ წეგან თქვით, ისიც ამას ამბობს, მანაც იცის ეს, რომ ბრძოლაში ძლიერდება, ჩვენც ვიცით ეს, რომ ბრძოლაში გავძლიერდები. ძველმა წარმართებმა იცოდნენ, ჯერ კიდევ რომ ერთ და იგივე ხალხს, თქვათ, აი სახელმწიფოა ხო, მებრძოლი სახელმწიფო და გარშემო სხვადასხვა ხალხი, ერთ და იგივე ხალხს ხშირად არ ებრძოლოთ. იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ისინი გამარჯვებასაც ისწავლიან. ერთხელ მოვუგებ გაანებეთ თავი და იყოს, რომ ბრძოლა არის სწავლა. შენ სხვერებს ვებს ებრძოლოთ. თქვენი ყველა